ჯეიშვილი, შენ ნემსი თუ გაგიკეთეს კარანტინში. რა ნემსი? აი ჩვეულებრივი ნემსი თუ გაგიკეთეს კარანტინში. ნემსი რა შუაში? შუაში რა ცოტა გვერდზე. გამიგეთეს? მე რა? პატარა თუ დიდი? დიდი. რისთვის გიკეთებთ რა გითხრეს? ეპიდემიის, კერძოდ შავი ჭირის, ხოლერისა და ტიფისა წინააღმდეგოდ. სამი ნემსი გაგიკეთეს? არა, ერთი აცრა და ორი ნემსი. რაშია საქმე დედარიან? რას ხედავ ამაში წელს? ან მომკალიან მითხარი დედარიანო, რაშია საქმე? შვილი. რამდენი ხანია ქალი არ გინახავს სიზმარში? დედარიანო. ხო? ტუილი. შეგაშინა შეგაწვა. გაივლი 10 წელი და როგორ თუ 10 წელი? ნემსი 5 წლიანი. ეხლა არც გაემტყუნება ციხის ადმინისტრაციას. ჩვენად მამაკაცები ვართ. მოგეხსენებათ მამაკაცი როგორ განიცდის უდედაკაცობას. საუბედუროდ პატიმართა მომსახვის ნუსხაში არ არის გათვალისწინებული ჩვენი დედაკაცებით მომსახურება. ამიტომ ჩვენი ნერვიული სისტემის უსაფრთხოების მიზნით ჩორტუნიები! ისუნა მაგათი ნერვები! აფიციალისადი ცვედანი, საჯურისი, სკაპეცი, ევრუხი, დაკოდილი! ისუნა 10 წლის შემდეგ სიცოცხლე! რა უფლება გქონდათ? სადოული რასპუტინი მემნახეს ბატონო ჩეზარე ბორჯია. საუკეთესო ნემსებს რომ იგებდა. რაიზუ! 10 წლის შემდეგ. 10 წლის შემდეგ მე თვითონ გავიკეთე ბატონო მაგრამ ათი ვაპირებენ ნამდვილი ქართული ოჯახის შექმნაში. რას გქოს ეს? უნდა იყოს დამოკიდებული ჩემი შთამომავლობის წოდნა არ ყოფნა ვიღინდა რა უზნაოთ იხის უბრალოდ ნებასურვილს. როდი შევაწუხე ბატონო ჩემი ტემპერამენტი. თქვენთვის არ გაუკეთებიათ ნემსები? შენ რა სიცინი მაცილერო, შენთვის არ გაუკეთებიათ? ჩემ გარაგედა მე უკვე ორი შვილი ვყავდა, სადაც ისეთი ბუკლი და რზია. ქალი კი არა ანგელოზი რომ დამალახოთ, მაინც არაფერი მიშველი.